8 წელი ვიყავი ბატონო მიზნე გაზეთი ალია საინფორმაციო განყოფილების რედაქტორი. იქიდან რომ წამოვედი არ ვიცი როგორ გამიჭირდა ვერ წარმოვიდგეთ. ღამეები არ მეძინა რომ არ მინდოდა რომ გათენებულიყო აი ისეთი რთული იყო ძალიან დიდი ხანი ვერც წერდი დავს ვერც გადავფურცლე საერთოდ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებდი იმდენად გამიჭირდა ისეთი რთული იყო მაგრამ იცი რა არის ეს შიშის მომენტი არის მე მქონდა მას რაღაცა განსაკუთრებულს არ ვლაპარაკო მე ვფიქრობდი მაგალითად იმეჯი განსაკუთრებით იმეჯში მქონდა ეს იმიტომ რომ იმდენ რა ქვია კულტურის სამინისტროდან წამოსვლა არ იყო რთული იმიტომ რომ 107 ლარი მქონდა ხელფასი ახლა და იქ თუ გამოიქცე იქამდე როგორ არ გამოვიქცე ეს მეკორსო მაგრამ თქვა იმეჯში ხო სადაც მქონდა სტაბილური მდგომარეობა კარგი სამსახური ну შეიცვალა მილიონი რაღაცა ხო და შენზე აღარ არის დამოკიდებული იცვლება პოლიტიკური რაღაცა თქვათ მოვლენები და ეს აისახება მე შენზე მაგრამ ვფიქრობდი სულ რომ როგორ შეიძლება რომ მე დაუშვათ აი მე რა იქნება თქვათ მოვიდნენ რაღაცეები გადავიდა ტელევიზია ერთი ხელისუფლებიდან მეორეს ხელში და ხვდები რომ შენი დღეები აქ დათვლილია და აი მე რა მოხდება რომ აი დილას რო გაიღვიძებ და აქ რო არ ახარ მოსასვლელი და ეს კარები რო არ უნდა გაიღოს რასაც მიეჩვიე თქვათ ამ 8 წლის მანძილზე და არ შეხვა და აი რა როგორ მოხდება ეს რა იქნება და ნერვიულობდი არც მალა და მე რო გავამაგდეს ახლა საბოლოო ჯამში ხა რაც ისაც ვიცოდი ხო და თან არ ვერჩი ბევრჯერ მithქვამს მე რომ აბსოლუტურად არ ვერჩი იმ ჯამედელ უფროს იმიტომ რომ მე გაცილებით ადრე გავაგდებდი მე რომ მის ადგილზე ყოფილიყავდი არ უკუღმა რომ ყოფილიყო გაცილებით ადრე გავაგდებდი ზინას იქიდან იმ დამოკიდებულების გამო რომელსაც ის არ მალავდა მის მიმართ ანუ მე მის მიმართ არ მალავდი ხო და კიდევ დიდხანს გამიზლო ხო და რო გამწამოვედი და ის გასანდა ის დილა ხო როცა უნდა წავიდა აი ისიც მეშინოდა და გავიღვიძე და მივხვდი რომ არაფერი არ გადაბრუნდა დავიძინესო რა და არ გაიღო ეს კარები და არ გაიქცა არ ჩამოიქცა ქვეყანა ესეც მივხვდი რომ კარგა ასაკში ვიყავი ხო არ იყო ტრაგედია არ არის თავარი არის ადამიანი იყოს ჯანმრთელი და ოჯახი წევრები ახლობლები ყავდეს ჯანმრთელად